რეგიონის ფერმერებს სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლებმა აგროდაზღვევის შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნეს. აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში დღეისათვის 5 კომპანიაა ჩართული. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივის თანახმად აგროდაზღვევის სტიმულირების მიზნით დაზღვევა სახელმწიფო თანადაფინანსებით მოხდება. ფერმერს 12 ტონა ციტრუსის დაზღვევისათვის 30 ლარის გადახდა მოუწევს. დანარჩენ 480 ლარს კი სახელმწიფო დაფარავს. შარშანდელისაგან განსხვავებით შეხვედრაზე მყოფმა ფერმერებმა აგროდაზღვევის სარგებლობის სურვილი გამოთქვეს. კომპანია ალდაგი ფერმერებს ციტრუსის და სუბტროპიკული კულტურების დაზღვევას თავაზობს. კომპანია ზარალს სეტყვის, ჭარბი ნალექის, ყინვისა და ქარიშხლის შემთხვევაში აანაზღაურებს. ანუ სუბსიდია იმდენად მომხიბლელია, იმდენად 60-დან 180 ლარი. დაზღვევა რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია და ვაპირებ ჩართვას იმასთან მიუხედავად რომ არის კლიმატური პირობები ძალიან ცუდი ზოგ შემთხვევაში სიტყვა არის მოსალოდნელი დაუშვათ ან ყინვა ან რამე ამ შემთხვევაში დაზღვევა აუცილებელია ცოტა მაქვს ბევრი არ არის ჩვენი რა ქვია ციტრუსის ბაღი, მაგრამ ვაპირებ რომ დავაზღვევ. ჩვენ მივესალმებით სოფლის მეურნეობის ამ ინიციატივას. აქტიურად ვართ ჩართულები ამ დაზღვევის განხორციელებაში. ჩვენი წარმომადგენლები მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებენ ინფორმირებას, დეტალურ ინფორმირებას ფერმერების. სუბსიდირება ხდება ამ დაზღვევის 70-მდე და 95%-მდე ანაზღაურებს პროექტების სააგენტო და 0.5%-ს ფერმერი. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო სადაზღვევო კომპანიებს, რომლებიც ასე აქტიურად არიან ჩართულები, ინფორმირებას ახდენენ მოსახლეობისაც და აქედან გამომდინარე მე მინდა გითხრათ და გარკვეულოთ რომ აქტიურად არის ჩართული ასეთი ფერმერები და ინტერესებული არიან და აზღვევენ თავიანთ პროდუქციას.